მშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მიესალმეთ. ლადო გოგოლაძე. მადლობა დარბას. დღეს ჩვენთან არიან ქართული ცეკვის სტუდია სამანი, მივესალმოთ. აბა, ლადო, როგორ ხარ? კარგად, აქ რო ვარ უკვე კარგად. ეს ჩვენს მიხარია რომ კარგად ხარ. დიდი მადლობა. ლადო არის 38 წლის თბილისიდან. 39. 39-ის უკვე. კი ასარ ბატონო. და პროფესიით ჟურნალისტი. კი ბატონო. რის ჟურნალისტი ბრძანდება? ძირითადად ონლაინ გამოცემებში ვწერდი. დიახ. კარგი ხანია უკვე თითქოს გვერდზე გადავდე, მაგრამ როგორც მოარული გამოთქმა არსებობს, ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს. დიახ. ალბათ ოდესმე ისევ დაუბრუნდები ჟურნალისტიკას. ლადო არის ამჟამად საქართველოს ტაიკვანდოს გენერალური მდივანი. კი ბატონო. ტაიკვანდო. კი. რამდენი ხანია რაც ფედერაციაში ვარ 2018 წლიდან, ანუ საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს ფედერაციაში მუშაობის გენერალურ მდივნად. და ვცდილობთ ეს ძალიან მაგარი სამხრეთ კორეული სპორტის სახეობა, ოლიმპიური სახეობა, რაც თავარია, განვავითაროთ და საქართველოს ბევრი ჩემპიონი შევმოყვეთ. ძალიან კარგი. ლადო და ჩვენთან სტუდიაში ვისთან ერთად მოვბრძანდით? სტუდიაში ვარ ჩემ გოგონებთან ერთად, ჩემი მეუღლე და ჩემი ორი ქალიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ლადო, მაინტერესებს ჰობი რა გაქვს? ჰობი მაქვს, ძალიან მიყვარს კითხვა, ოჯახთან ერთად ხეტიალი. სეირნობა ასე. სეირნობა უფრო აი ქუჩაში გამოსვლა, ჩვენ ხეტიალი გვიყვარს. ხეტიალი. კი, კარგი ფილმების ყურება. დიახ. და მიყვარს გადაცემების დამონტაჟება. ეს რას ნიშნავს გადაცემების? მე და ჩემს მეგობარს გვაქვს YouTube-ზე ძალიან კარგი, ჩვენ თვლით რომ ძალიან კარგი პოდკასტი მამების დრო. სადაც საუბრობთ მამაზე, მამაშვილობაზე, მამის როლზე და ყველაფერ კარგზე, რაც შეეხება მამას და რაც შეეხება შვილებს. და აი ამ გადაცემის დამონტაჟება. ძალიან მაგარი ამბავია და საინტერესო. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გადაცემაში დაგპატიჟებთ სტუმრად. აუცილებლად მოვალ, აუცილებლად. დიდი მადლობა. და რომ მოვიგებთ ლადო 100,000, რა თქმა უნდა 100,000-ის მოსაგებად მობრძანდით აქ. რა თქმა უნდა. რა გვაქვს გეგმაში? პირველ რიგში სესხს გავანულებ ბანკში. აი უკვე წარმომიდგენია ეგ მომენტი, რომ ხედავ რომ ნულები წერია. ეგ ნული კარგი დასანახია. ჩემ გოგონებთან ერთად წავალ დისნეილენდში, იმიტომ რომ ბავშვების ოცნებაა დისნეილენდი და მესამე რასაც გავაკეთებ, როგორც გითხარით, გადაცემა გვაქვს, რომელსაც ძალიან მინიმალური ბიუჯეტით ვაკეთებთ და ცოტა უკეთეს კამერებს შევიძენ გადაცემისთვის. საქმესაც მოახმართ. რა თქმა უნდა. მე წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. იმისთვის რომ ეს ყველაფერი აისურვოთ, სურვილები, სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. ლადო, რომ მოიგო 100,000 ლარი. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000 ლარს. ასევე გაქვთ სამი დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ, რა თქმა უნდა, მაშინ დავკარგავთ იმ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველა? გასაგებია ყველა. მზად ხარ თამაშისთვის. მზად ვარ. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და პირველი კითხვა. 100 ლარი. საცხოვრებენ თევზები. წყალში, ღრუბლებში, გამოქვაბულში, ოცნებებში. სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის წყალში, მაგრამ არსებობენ თევზები, რომლებიც ოცნებებში ცხოვრობენ, მაგალითად ნემო. რომელიც ოცნებებში იყო, ღრუბლებშიც იყო, აი გამოქვაბულშიც მოუწია თუ სწორად მახსოვს რაღაცა პერიოდი ყოფნა. მაგრამ თევზების ძირითადი კატეგორია წყალში. 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 რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი.
დედამიწიდან არ ვარდებით, იმიტომ რომ გვაკავებს დედამიწის მიზიდულობის ძალა, სიყვარული, უხილავი ჭერი თუ ხავს ვეკიდებით. სწორი პასუხი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სწორი პასუხი არის სიყვარული. მაგრამ 100 უპასუხებ. მაგრამ ამ შემთხვევაში 100 უპასუხებ დედამიწის მიზიდულობის ძალა. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელი ხმოვანი არ ფიგურირებს 7 მუსიკალური ნოტის სახელწოდებაში? A, E, ჩამოთვლილი გაქვს უკვე. I, თუ U. U, D, U. რო ჩამოვთვალოთ ის? Do, re, mi, fa, sol, la, si, do. კი ბატონო. ანუ U. U. და გავამწვანოთ. 200 ლარი თქვენია. სულ სხვანაირად ლამაზია აქ მწვანე ფერი. სულ სხვა მწვანეა. სულ სხვა მწვანეა. კი ბატონო. მეოთხე კითხვა, ლადო. 250 ლარი. ამ ცხოველებიდან რომელი გაიმარჯვებდა ყველაზე შორს მანძილზე ხტომის ჩემპიონატში? რეკორდსმენები რომ შეგვეჯიბრებინა. ბაყაყი, კალია, ორივე კარგად ხდება სპორტში. მაგრამ არც ერთია ცხოველი. კურდღელი თუ კენგური? სწორი პასუხია D, კენგური. D, კენგური. ამ ცხოველებიდან ბაყაყი თუ იცით რამდენ მეტრს ხდება? არ ვიცი, მაგრამ 5 მეტრამდე ხდება ბაყაყი. ხო და სხვათა შორის კალია მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება კენგურუზე უფრო დიდ მანძილზეც ხდება. იმიტომ რომ პატარა მასშტაბიდან გამომდინარე, კი. მაგრამ ცხოველი არა. მეტრე ნახევარზე ხდება კალიას შეუძლია. ხო და შესაბამისად გაცილებით პატარა ზომის. კენგური 12 მეტრს ხდება, წარმოვიდგინეთ. ნამდვილად ჩემპიონია ამ ამბავში. კი, კი. მივედით გარანტირებულ 300 ლარამდე და თუ სწორად ვიპასუხეთ, გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ხელს ვერავინ ვეღარ ახლებს, თქვენი იქნება. მაგრამ გასანულებლად დისნეიში სამოგზაუროდ არ მეყოფა. რა თქმა უნდა. მაშასე მეხუთე კითხვა 300 ლარი. რომელი ტემპერატურის დაფიქსირების დროს დაგვწება? 0 გრადუსი, 38 გრადუსი, -3 გრადუსი, -28 გრადუსი. ამ შემთხვევაში ალბათ B 38 გრადუსი, მაგრამ აი 0 გრადუსზე სავარაუდოდ სადაც მაგარი ყინვაა, შეიძლება დაგვწეს. შეიძლება დაგვწეს. ჯერ არ გამომიწია, მაგრამ საინტერესოა. მე ნამყოფი სხვადასხვა -47 გრადუსში და არ იქნებოდა დიდაცაცია მოვიდა. იყო ესენი, იქაც ხანდახან ცხელოდა ხოლმე ამის დროს. მაგ დროს ნებისმიერ გრადუსზე შეიძლება და ამ შემთხვევაში 38, B 38 გრადუსი. B 38. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. მოცავთ, სწრაფად მივიდეთ წინ, გვაქვს ხელუხლებელი 3 დახმარება და მეექვსე კითხვა 400 ლარი. შექსპირის რომელმა გმირმა თქვა, ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის. A. რომეო, B. მეფე ლირმა, C. ჰამლეტმა, თუ D. ოტელო. რომეო გამოვრიცხოთ. რატო? არ გთქვამს. არ იტყოდა ესეთ რამეს. არ იტყოდა. იმისთვის ყოფნა იყო ყველაფერი რომ ჯულიეტასთან ერთად. კი ბატონო. მეფე ლირსაც ძალიან რთული სიტუაციები ჰქონდა, მithometes თავის ქალიშვილების ამბებში, მაგრამ ყოფნა არ ყოფნა როგორც მახსოვს თქვა ჰამლეტმა. როდესაც მამის აჩრდილს ელაპარაკებოდა რატოღაც ეგრე მახსოვს. შეიძლება ვწდები. შეიძლება არ ვწდები. ანუ საბოლოო პასუხია? იყოს C ჰამლეტი. C ჰამლეტი. სწორად გახსოვს ლადო, სწორად გახსოვს ნამდვილად. 400 ლარი თქვენია. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ნანა ჯორჯაძის რომელ ფილმში ითამაშა ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარმა 1900
96 წელს. A. გაქცეულები. B. 27 დაკარგული კოცნა. C. რობინზონია და ანუ ჩემი ინგლისელი პაპა. D. შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. არაჩვეულებრივი ფილმია. ანახი გავს. კი, შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. საბოლოო პასუხი? D. შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. ეს სწორი პასუხია და 500 ლარი შენია. სხვათა შორის გადაცემაში მყავდა სტუმრად ოლგა ბაბლუანი, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა პიერ რიშართან და იქ მოყვა, რომ ძალიან თბილად იხსენებდა საქართველოსო და ახსოვდა კარგი მოგონებები და საქართველოსთან. ძალიან კარგი, ლადო. დახმარებები არ გამოგვიყენებია, გვაქვს ისევ, კარგად მივიწევთ და მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელი ქვეყნის საიდუმლო დაზვერვის უფროსია ბლეიზ მეტრეველი? A. გაერთიანებული სამეფოს. B. ამერიკის შეერთებული შტატების. C. საფრანგეთის. თუ D. გერმანიის. ლეგენდარული Mi-6-ის ხელმძღვანელია ქალბატონი ბლეიზ მეტრეველი, რომელსაც მე მგონი არც თუ ისე დიდი კავშირი არ აქვს საქართველოს და გარდა გვარისა. A. გაერთიანებული სამეფოს. ზუსტად გახსოვს? ზუსტად მახსოვს, კი. A. გაერთიანებული სამეფოს. ათასი ლარი შენია. ძალიან კარგი. კარგად მივდივართ ლადო. 3 დახმარება გვაქვს და წინ მე-9 კითხვა 2000 ლარი. ბიტლზის ალბომის ედი როუდის ცნობილ ყდაზე 4 მუსიკოსიდან რომელი გადადის ზებრაზე ფეხში შველი? გახსოვს ეგ მომენტი კარგად ეგ ცნობილი ალბომიც მახსოვს და ქავერიც მახსოვს. კი ბატონო. A. ჯონ ლენონი. B. პოლ მაკარტნი. C. ჯორჯ ჰარისონი. თუ D. რინგო სტარი. გონია რომ იქნება ჯორჯ ჰარისონი, იმიტომ რომ რაღაც რელიგიურ სექტაში იყო, რომელიც რაღაც ეგეთ მიმდინარეობს, რაღაც ფეხში შველას სიარული და რაღაცები უყვარდა. მაგრამ რთული გასარისკია. მოდი მეგობრის დახმარებას გამოვიყენებ. ნიკოლოზ ჭურაძე, ჩემი მეგობარი. ნიკოლოზთან. კი ბატონო. ვიყენებ დახმარებას ზარი ახლობელთან და ვრეკავთ ნიკოლოზთან. შეიძლება ახსოვდეს? იმედი მაქვს რომ ემახსოვრება. ალო. ნიკოლოზ მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, ბატონო, გამარჯობა და. მოგესალმებით. ლადო მიზის ახლა მე წინ გოგოლაძე და თქვენი დახმარება სჭირდება. სადაც კი ბატონო. დიახ, თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ლადო თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაირთო. ნიკოლოზ ები-როუდზე ბიტლზის ალბომის ყდაზე ფეხში შველი რომელი გადადის ზებრაზე? ლენონი, მაკარტნი, ჰარისონი თუ რინგო სტარი? ბიჭო, როგორც მახსოვს, მაკარტნი გადადის, იმიტომ რომ ის არის მე მიყვება ღმერთი რა. მაკარტნის სიკვდილის თეორია იყო და თუ სწორად მახსოვს, ფეხში შველი მაკარტნი არის. ფეხში შველი მაკარტნია. შენ გენაცვალე მე სწორად დავრეკე. მახსოვს კი. ანუ ერთი მოსაფლავია, ერთი ღმერთია, ერთი მე მგონი სიკვდილი და მაკარტნი არის, მე მგონი მკვდარი თეორიის მიხედვით და ფეხში შველი უნდა იყოს რა. ზუსტად. დრო ამოიწურა ვერსია ნიკოლოზმა. ხო, ჩემი ვერსია გააბათილა, მაგრამ ენდობი კი, ენდობი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა თან თეორია, რატოც იყო რომ კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ მე გავფრთხილებ, ლადო, თუ პასუხი არასწორი იქნება, თქვენ ჩამოხვალთ 300 ლარზე. ხო, არა, მიუხედავად მაგისა, მაინც ენდობი ნიკოლოზ და პოლ მაკარტნი. ანუ საბოლოო პასუხია? B. პოლ მაკარტნი. B. პოლ მაკარტნი. როგორ თქვა ჰარისონი, თან ფიქრობდი ჰარისონს. ინტროვერსიები თქვი. და არ დაგეჯერები და მეგობრისთვის. თქვენ წააგებთ. 2000 ლარი თქვენია.
მადლობა ნიკოლას. მადლობა ნიკოლას. მივუახლოვდით გარანტირებულ 3000 ლარს, ანუ მეათე კითხვა. გაქვს ორი დახმარება და მეათე კითხვა 3000 ლარი. რომელი ქართველი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში და დაკრძალეს ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის საძმო სასაფლაოზე. A. დუტუ მეგრელი. B. გიორგი ქუჩიშვილი. C. ტერენტი გრანელი. D. მირზა გელოვანი. ყველა მოკლე და ქირათვის ნახვით გამახსენდებათ მე ვიშოლტები, როგორ არ მინდა, მაინც მიდიხარ, მაინც გშორდებ. მირზა გელოვანი. აღარც ჭირდება სავარაუდოდ, რომ შეგეკითხოთ 100%-ით დარწმუნებული ხართ მეთქი თუ არა და ისე ლამაზად გითხარით ისი პასუხი. 3000 გარანტირებული ლარი თქვენია. ეხლა უფრო თავისუფლად ვიდავარ. ეხლა უფრო თავისუფლად მომული, არც მანამდე ორი დახმარება გაქვს. ლადო, მივიწევთ წინ. მე-11 კითხვა. 6000 ლარი. რამდენ გრადუსზე ემთხვევა ერთმანეთს ცელსიუსის და ფარენჰაიტის შკალებზე ტემპერატურის მაჩვენებელი? A +35, B +105, C -40, D -58. ფარენჰეიტი მაღალია უფრო. +105 ძალიან ბევრი მგონია. რომ ფარენჰეიტი 911 ძალიან მაგარი წიგნი რო არის წვის ტემპერატურა. წვის ტემპერატურა 35 რო იყოს 911 რო გავყოთ 35-ზე კარგად ჩდება. ვა, 105 და პლუსია როა მახსოვს. 105-ად 35 მაგას ვეღარ ვიხსენებ. აი ეხლაც რომ მქონდეს მეგობრის დახმარება იდეალური იქნება. ეხლა 50-50-ზე გაქვს. და დარბაზის და დახმარება. ასევე დარბაზის დახმარებით. მოდი დარბაზს რო გავუიოლოთ საქმე. დიახ. გამოვიყენებ ჯერ 50-50-ზე. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კი, კომპიუტერის კომპიუტერს თხოვ, წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. ორივე ვერსია. პირიქით მახს, ანუ პირიქით. ბადო, რაც გქონდა წაიშალა. ხო, ანუ პლუს-მინუსი ავირია. აი, როგორი დახმარება გააკეთა ახლა კომპიუტერს. დიდი მადლობა. მაშინ ესე იგი ეს 58 არ იქნება. მოდი გავრისკოთ და იყოს -40. ამ შემთხვევაში არაფერს არ კარგავ. არაფერს არ დავკარგავ, ზუსტად მაგითო და მოდი იყოს უბრალოდ შეგიძლია გავაორმაგო. ხო, მოდი იყოს დარბაზის დახმარება. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კი ბატონო, ვიყენებთ დარბაზის დახმარებას და ვინც იცის სწორი პასუხი, გთხოვთ რომ აწიოს ხელი. აბა? სამწუხაროდ ვერავინ. დარბაზში ხელს არავინ არ იწევს, ეს დახმარება შეგინარჩუნდება თქვენ და ახლა კი თქვენზეა. გარისკავთ თუ 19 ხდები 40 წლის. დიახ. და მოდი იყოს 40. საბოლოო პასუხია? -40. C -40. წლის. 40 წლის. პატარა აღარ ასაკია, პატარა აღარ. ასაკიც კარგია და პასუხიც სწორია. 6000 ლარი გაქვს. და ასევე ერთი დახმარება. მადლობა ჩემშობლებს რომ 86 წელს გამაჩინეს და შესაბამისად გავხდი 40 წლის. ძალიან კარგი, ლადო 6000 ლარი გაქვთ. ერთი დახმარებაც და წინ მე-12 კითხვა. 12500 ლარი. ელ აპოსტოლ არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაიღეს A. ესპანეთში, B.
მექსიკაში, C კოლუმბიაში, D არგენტინაში. ფაქტია რომ სახელიდან უნდა გამოვიდეთ ახლა აპოსტილით დამოწმება რაღაც კანონიერების ამბებია და რაღაცაა და მგონია რომ რაღაც ანიმაციური ფილმია. დიახ. El Apostol. სრულმეტრაჟიანი. სრულმეტრაჟიანი. პირველი. თან პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. საინტერესოა. ხო არა, რო არ მოგატყოთ ვერსია არ მაქვს. დარბაზ თუ ექნება დახმარების სურვილი, გამოვიყენებ. მაშინ დარბაზს მივართავ და ვიყენებს დარბაზის დახმარებას. ვინც იცის სწორი პასუხი, ხელი აიწიოს. El Apostol არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაიღეს, აბა, თუ ვინმე მიცის, გონი ამჟამადაც არ გვაქვს. ამჟამად პასუხიც არ მაქვს. ძალიან რთულია, ხო, El დასაწყისით რო იყო, მივხვდი რომ რაღაც ლათინურ ქვეყანაში იქნებოდა, მაგრამ ოთხივე ისეთი პასუხია, რომ ოთხივე შეესაბამება. მაინც მგონია, რომ ესპანეთში იქნებოდა, შეიძლება რაღაც ფრანკოს იდეა იყო რამე, არ ვიცი მოკლედ რა. მე შეგახსენებ, რომ შენ თუ არასწორად უპასუხებ, ამ შემთხვევაში ჩამოვარდები 3000 ლარზე და კარგავ 3000 ლარს. ხო, აი ხოლო თუ სწორად უპასუხე, მაშინ გააორმაგებ. იმ სამი სურვილი და რისთვისაც მინდოდა დახარჯული თანხა მომეგო, ეს ყოფნის ბავშვებს წავიყვან დისნეილენდში. გაემზადეთ გოგოებო. და ამიტომ შევწყვეტ. შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და კი, შევწყვეტ ახლა მარჩიელობა გამომივა, ანუ ვერსია როგორც ასეთი რაღაცა მანიშნებელი რო იყოს არ მაქვს და ჯობია რომ შევწყვეტ. კი ბატონო, ჩვენ წყვეთ თამაშს. მაგრამ მაინც რას უპასუხებდით? რატომღაც მგონია ესპანეთი. არგენტინა. ეს არის არგენტინა. კარგია რომ არ უპასუხებ. გადაიღეს. კარგია რომ არ გარისკეთ. კი, კარგია რომ არ გავრისკე. და მიდიხართ დისნეილენდში ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად. 6000 ლარი თქვენია, მადლობა კარგი თამაშისთვის და მობრძანებისთვის. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებლებს. აიხარეთ, ხო? მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხო, მიესალმოთ, დავით კაბანაძე. დავითი არის 23 წლის გორიდან. დიახ. ჩემი საყვარელი ქალაქია, სხვათა შორის თამაშობ იქ სპექტაკლებს თეატრში, გორის ერისთავის. მეც ხშირი სტუმარი ვარ. ხშირი სტუმარი ბრძანდები ძალიან, კარგი მოხარული ვარ. დავითი არის პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე, ხო? და აი რას უცებ რო გითხრათ? დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე ვარ საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე. და ახლა რა საქმიანობთ? ახლა მუშაობ ერთ კომპანიაში და ვარ გრენტდამსახურების ექსპერტი. შვენიერი დავით. სტუდიაში ვისთან ერთად მობრძანდით? ჩემს მეგობართან ერთად, დათამ ხეიძესთან ერთად. მოგესალმებით. და ალბათ დაფიქრი გექნება რომ მოიგებ 100,000 რასაპირებ? ნაწილს ალბათ მოგზაურობაში დავახარჯავ, თუმცა უფრო დიდ ნაწილს დავამატებ ბინის ფულს და ბინას ვიყიდ. ძალიან კარგი, დავით, წარმატებებს გისურვებ. მადლობა. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა, ხოლო თუ არასწორად უპასუხებ, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? კი ბატონო. მზად ხარ თამაშისთვის? გათხოვთ. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რამდენი კუთხე აქვს 6 კუთხეც? 4 5 3 6 იმდენივე რამდენიც გვერდი.
6. D 6. რა თქმა უნდა ეს სწორი პასუხია, 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელია ზოდიაქოს ნიშანი? მარტორქა, ირმის რქა, თხის რქა, ჯიხვის ყანწი. რა თქმა უნდა თხის რქა. რა თქმა უნდა თხის რქა. 150 ლარი შენია, დავით. ჯიხვის ყანწი, კარგი, ჯიხვის ყანწი. სხვადასხვა ვერძი ვარ და ვერძი ჯიხთან ახლოს არის. ჯიხთან ახლოს არის, კი ბატონო. მესამე კითხვა. 200 ლარი. ქართული ანდაზის მიხედვით, რა მოიყვანა მელამ თავის მოწმედ? თათები, ულვაში, Facebook-ის მეგობრები თუ კუდი? D კუდი. D კუდი. 200 ლარი შენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. 10 გამომრავლოთ 0-ზე უდრის 0-ს 10 100 თუ 1000. 0-ზე გამრავლებული ნებისმიერი რიცხვი 0-ია. ამიტომ A0. ამიტომ A0. და 250 ლარი შენია დავით. ეს სწორი პასუხი იყო. მივედით გარანტირებულ 300 ლარზე, სწრაფად და მეხუთე კითხვა 300 ლარი. დამსინა არის ინგლისურიდან ქართულში დამკვიდრებული ჟარგონი, რომელიც ნიშნავს, რომ ვინმემ შეტყობინება ნახა და არ უპასუხა, არც კი წაიკითხა, ნახა და პასუხი გასცა, თუ სმაილი მიუწერა. აი სმაილი. დამსინა არის ნახა და არ უპასუხა. დამსინა არის ნახა და არ უპასუხა. გავაყუროთ A. 300 გარანტირებული ლარი შენია დავით, რომელსაც ვერავინ ვეღარ წაგაცემს. დაუშვილი ხარ მინდას. შინაც. ძალიან კარგი. 3 დახმარება გვაქვს. და წინ მე-6 კითხვა. 400 ლარი. დაასრულეთ ფრაზა ცნობილი ქართული სიმღერიდან. ანთელივით დავდნები. A. შაქარივით დავტკბები. B. ღვინით დავთვრები. C. ბადაგივით ავდუხდები. თუ D. ჩიტივით ავჭიკჭიკდები. გახსოვს ეს სიმღერა, დავით? რა თქმა უნდა მახსოვს. ანთელივით დავდნები. შაქარივით დავტკბები. თქვენი პასუხია? შაქარივით დავტკბები. შაქარივით დავტკბებით. ძალიან კარგი, ეს სწორი პასუხია და 400 ლარი შენია. შაქარივით თქობა კარგია, დავით და წინ მე-7 კითხვა. 500 ლარი. ცნობილ ქართულ ფილმში რა ქვია სერგო ზაქარიაძის პერსონაჟს ჯარისკაცის მამას? A. დავითი. B. გიორგი. C. ყარამანი. თუ D. ოთარი. თუ სწორად მახსოვს, გიორგი შვილს ერქვა. თვითონ ჯარისკაცის მამა, როგორც მახსოვს, იყო დავითი. ზუსტად გახსოვს? 90%-ით. ფილმი ნანახი გაქვს? რა თქმა უნდა. შეიძლება პირიქითაც იყო. გიორგი იყო მამა და დავითი. აი ეს ორი სახელი მახსოვს. გიორგი ერგა თვითონ გამახსენდა. გიორგი იყო? თვითონ ჯარისკაცის მამა. გადამოწმება ხო არ გინდა დახმარებით? არა. არა.
საბოლოო პასუხია? B გიორგი. B გიორგი. დათო შვილს ერქვა გოდერძი. გოდერძი ერქვა კი. და არა დავითი. და ჯარისკაცის მამას ერქვა გიორგი. აი ფინალური სცენა გოდერძი, შვილო. აი გამახსენდა. ავტომატით დიახ. კი ბატონო. 500 ლარი შენია, დახმარებები გვაქვს სამივე და მერვე კითხვა 1000 ლარი. რომელი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა მარადონამ ღმერთის ხელით ცნობილი გოლი? A. ესპანეთის, B. იტალიის, C. ინგლისის, D. ჰოლანდიის. მე მახსოვდა რომ კლუბს გაუტანა ეს გოლი ღმერთის როგორ გახსოვდათ? კლუბს გაუტანა და არა ნაკრებს. და ხა მოდი დახმარებას გამოვიყენებ. რომელს? დარბაზის დახმარებას. დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ვთხოვთ რომ ხელი აწიოს. რომელ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა მარადონამ ღმერთით ხელის ცნობილი გოლი? ერთი სურველი არის დარბაზში, აბა გაგვეცანით? გამარჯობა, დათამხეიძე, მოკლედ მათმისთვისაო, შავი დღისთვისაო, მარადონა ღმერთის ხელით გოლი გაუტანა ინგლისის ნაკრებს. მადლობა. მოკლედ დავით, დარბაზიდან ერთი პასუხია მხოლოდ, ეს არის C ინგლისი და თქვენი მეგობრის დაფიქსირებული და ეთანხმებით ენდობით. არ გადავამოწმებთ სხვაგან და ვენდობით და საბოლოო პასუხია C ინგლისი. C ინგლისის. ეს სწორი პასუხია. 1000 ლარი შენია. დაგჭირდა ორი დახმარება და მეცხრე კითხვა 2000 ლარი. ვინ ითვლება კათოლიკური ეკლესიის პირველ პაპად? A. პეტრე მოციქული, B. ანდრია პირველწოდებული, C. იოანე ღვთისმეტყველი, თუ D. მათე მახარებელი. რამე ვერსია თუ გვაქვს? ორი ვერსია მაქვს იდეაში. რომელი? ან პეტრე მოციქული, ან ანდრია პირველწოდებული. რატო? თითქოს პეტრე მოციქული მახსოვს, საიდან. და ანდრია პირველწოდებული უფრო სხვა მხარეს მახსენდება, სიმონ კანონელთან და ბატათისთან ერთად, რომელმაც იკადაგეს ქრისტიანობა საქართველოში, თუ არ ვცდები. ამიტომ მოდი პეტრე მოციქულს დავაფიქსირებ. დახმარებით ხო არ გადაამოწმებ? მოდი ამ ეტაპზე ჩემს ინტუიციას ვენდობი. დიახ. და პეტრე მოციქულს დავაფიქსირებ. საბოლოო პასუხი. A. პეტრე მოციქული. A. პეტრე მოციქული. დავით, შენმა ინტუიციამ გაამართლა და 2000 ლარი შენია. ძალიან კარგი. მივუახლოვდით მე-10 კითხვას, რასაც ნიშნავს, რომ გარანტირებული 3000 ლარი შენი გახდება თუ სწორად უპასუხებ. მე-10 კითხვა 3000 ლარი. ვინ გადახატა საკუთარი რამდენიმე ნახატი კატარაქტის ოპერაციის მერე? A. კლოდ მონე, B. ედუარდ მანე, C. პოლ სეზანმა, თუ D. პიერ ოუგუსტ რენუარმა. ალბათ 4-ვეს გაკეთებული აქვს ეს ოპერაცია. ხო. დიდად ხელოვნებასთან ახლოს. შეიძლება სამს არ კონდეს და ერთს კონდეს.
აქაც ორ პასუხს შორის გავიჭედე. რომელი? მე მახსოვს, რომ კლოდმონეს აქვს გადახატული თავის ნახატები და სეზანსაც თუ სწორად მახსოვს. მოდი დახმარებას გამოვიყენებ. რომელს იყენებ? 50-50. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს ვთხოვთ, წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. ორივე ვერსია დავით დარჩა. კლოდ მონემ თუ პოლ სეზანმა. კიდევ ერთი დახმარება გაქვს. და შეგახსენე. მოდი ახაც გავრისკავ. დიახ. და ისევ ინტუიციას ვენდობ. და დავაფიქსირებ C პოლ სეზანს. თუმცა საბოლოო პასუხია თუ აი მონეს მე შეგახსენებ რომ თუ გარისკავ და პასუხი სწორი იქნება გარანტირებული 30000 ლარი შენ იქნება, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ 300 ლარზე ჩამოვარდები და დაკარგავთ 1700 ლარს. აი მონეს მახსოვს რომ ნამდვილად აქვს თავისი ნახატები გადახატული. და სეზანის აქაც 50-50 გავრისკავ და იყოს კლოდმონე. კლოდმონე. შეცვალე ესე. შევცვალე. ბოლო წუთს. ზოგადად არ მიყვარს პასუხის ცვლილება, იმიტომ რომ პირველ სასაც ვფიქრობ ყოველთვის ეს არის ხოლმე მართალი. თუმცა ამ მომენტში თითქოს გული უფრო მონეს მიგრძნობს, რომ მონე უნდა იყოს პასუხი. ანუ დავით საბოლოო პასუხია? კლოდმონე. კლოდმონე. პირველი სეზანი დაასახელე, ხო? და ბოლო წუთს შეცვალე. შენი გადაწყვეტილება. არა და რასაც პირველი ფიქრობ და ამბობ ხოლმე ის თითქმის ხშირ შემთხვევაში როგორც მითხარი მართალია ხოლმე. რომ გეთქვა დავით პოლ სეზანი და არ შეგეცვალა ბოლო წამს გადაწყვეტილება არასწორი იქნება. გარანტირებული 3000 ლარი შენია. ძალიან კარგი, დავით. თუ შეცვალე ბოლო წამს გადაწყვეტილება. კარგია რომ გულსვენდე. გაქვს ერთი დახმარება ზარიახლობელთან და მე-11 კითხვა 6000 ლარი. ვინ იყო გაეროს პირველი ოფიციალური გენერალური მდივანი? უტანი B დაგ ჰამარშელდი C კურტ ვალდჰაიმი და D ტრიუგველი. ვიცით ეს პიროვნებები? არც ერთი სახელი არ მახსენდება ამ მომენტში. დაგ ჰამარშელდის მახსენდება. რომელი? B და C მახსენდება. B და C. რას დამემართებაში აი მაგას ვერ ვიხსენებ. მეგობარსაც არ ეცოდინება რომ გამოვიყენოთ დახმარება. შეიძლება მეგობარმა იცოდეს. მოდი გამოვიყენებ მეგობრის დახმარებას. ვიყენებთ ზარიახლობელთან და ვისთან ვეკავთ დავით? ჩემს მეგობართან აკაკისთან. აკაკისთან. კარგი, ვიყენებთ ზარიახლობელთან და ვეკავთ აკაკისთან. აკაკი, გამარჯობათ. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100000. კი ბატონო, გამარჯობა. დათო მიზის ახლა კაბანაძე მე პირისპირ სათამაშოდ და თქვენი დახმარება სჭირდება. თუ სწორად უპასუხა 6000 ლარს მოიგებს. ვახ, გისმენთ. 30 წამი გაქვს დრო და დათო თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო მიდი ალბათ. ჩაითო. აკაკი, ვინ იყო გაეროს პირველი ოფიციალური გენერალური მდივანი? უტანი, დაგ ჰამარშელდი, კურტ ვალდჰაიმი თუ ტრიუგველი. იდეაში მე უფრო უნდა მახსოვდეს ეს, მაგრამ შენ ხო არ გახსოვს? სწორად პასუხები ჩამომითვალე კიდე.
უტანი და ჰამარშელდი კურტ ვალდჰაიმი თუ ტრიუგველი? მე ვფიქრობ ტრიუგველის უფრო. 5 წამი. ბიჭო, იგი არ არის. დრო ამოიწურა და პასუხით სავარაუდოდ ვერ მოასწრო აკაკი. მოასწრო. დახმარებები აღარ გვაქვს დათო. დასაკარგიც არაფერი. შეგახსენებ რომ თუ გარისკავ იგებ 6000 ლარს, ხოლო თუ არასრულად უპასუხეთ დასაკარგი არაფერი გაქვთ, 3000 ლარი გარანტირებული გაქვთ. ასე რომ ისევ ინტუიციის იმედზე. ინტუიციის იმედით. მოდი იყოს დე ტრიუგველი. საბოლოო პასუხია? კი ბატონო. დე ტრიუგველი. კომპიუტერს ვთხოვ რომ გვაჩვენოს სწორი პასუხი. ლარი შენია. დავით. კი ბატონო. ეს გახალ ტრიგველი. ინტუიცია არ გალატობს. დახმარებები აღარ გვაქვს, მაგრამ წინ მე-12 შეკითხვა 12500 ლარი. ამადგან რომელმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში დანარჩენებზე ადრე? A. კნუტ ჰამსუნმა, B. თომას მანმა, C. ივან ბუნინმა, D. ანატოლ ფრანცმა. ჯობდა აქ ამერიკა. რატო ჩაიცნიდა? ჯობდა აქ გამეყენებინა მეგობრის დახმარება, იმიტომ რომ ლიტერატურაში უკეთ ერკვევა ბევრად. რამე ვერსია თუ გაქვს? ერთ-ერთი გამოვრიცხავ თომას მანს. რატო? მის შემოქმედებას ასე თუ ისე ვიცნობ და მახსოვს ცოტა გვიანი იყო უფრო. დავით, მე შეგახსენებ რომ თუ გარისკავ და ისე სწორი იქნება თქვენი პასუხი, თქვენ მოიგებთ 12500 ლარს, ანუ გააორმაგდება თქვენი თანხა, ხოლო თუ არასწორად მიპასუხეთ, მაშინ 3000 ლარი კი გაქვთ გარანტირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დაკარგავთ 3000 ლარს. ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და ამ შემთხვევაში წაიღოთ 6000 ლარი. ანუ თქვენი გადასაწყვეტია. მოდი შევწყვეტ თამაშს. იმიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ეს დავით. კი ბატონო. საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ წყვეთ თამაშს. 6000 ლარი თქვენია, გილოცავთ. თუმცა რას გვიპასუხებდით მაინც რომ გითხრათ? ინტუიციამ განახობს ბუნინს. ინტუიცია განახობთ ივან ბუნინს. და ამ შემთხვევაში ინტუიცია არასწორი იქნებოდა, ეს არის კნუტ ჰამსუნი. მადლობა კარგი თამაშისთვის და მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მაშასე, ჩვენ თამაშობდით თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100000. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.